ვინმე ფარისეველთაგანის თხოვდა მასთან ეჭამა პური. შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას. იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო ის ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით. და დადგა უკან, მის ფეხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა. ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს ცხებდა. ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა. ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი. იესო მიმართა მას და უთხრა. რაღაც მაქვს შენთან სათქმელი, სიმონ. მან კი უთხრა. ქვი მოძღვარო. იესომ თქვა. ერთ მევახშეს 2 მოვალე ყავდა. ერთს 500 დინარი ემართა, მეორეს 50. მაგრამ რა კი არ ქონდათ, რით გადაეხადათ. ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი? სიმონმა უპასუხა. მე ვფიქრობ, რომელსაც უფრო მეტი მიუტევა. ხოლო მან უთხრა. სწორად განსაჯე. მიბრუნდა დედაკაცისკენ და სიმონს უთხრა. ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენ სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფეხებისათვის. ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიხოცა. შენ არ გიკოცნია ჩემთვის. ამას კი რაც აქ შემოვიდა არ შეუწყვეტია ჩემი ფეხების კოცნა. შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე. ამან კი ნელსაცხებელი სხო ჩემს ფეხებს. ამის გამო გეუბნები, მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა, ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს. და უთხრა მას. მიგეტევა შენი ცოდვანი. მასთან მსხდომებმა იწყეს ლაპარაკი თავისთვის. ვინ არის ეს ცოდვებსაც რომ მიუტევებს? მან კი უთხრა დედაკაცს. შენ მარწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით.